მოზარდობაზე ვილაპარაკოთ. გარდატეხის ასაკში ძალიან იცვლება მოლოდინები. ბიჭებზე უფრო შფოთავს ხოლმე საზოგადოება რა. ეს არის პატრიარქალური საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან მკვეთრად მახასიათებელი ნიშანი. თლიანი სამყარო გარემო უყურებს, როგორც გაუთლელი ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცის რა. რაც გულისხმობს იმას, რომ ბიჭებს ყველაფერი ეპატიებათ. და ეს ძალიან ტკივნეული პროცესია ხოლმე ახალგაზრდა ბიჭებში რა. ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხდებათ ბიჭებს, როცა ისინი ცდილობენ ცალკე გავიდნენ და დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ბიჭი გაიზრდება და ამ დაკარგულ გონებას დაიბრუნებს რა. ოჯახები თვლიან, რომ ბიჭმა გარკვეული დრო გარეთ უნდა გაატაროს. ბევრი მითების მოგონება უწევთ ბიჭებს. ექიმთან წასვლაც და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც მოწყვლადობის ნაწილია. იმიტომ რომ რაღაცნაირი მითი არსებობს, რომ დასრული კაცი არის უკვდავი რა. ნაბიჯ აღწერს ამ სიმულაციებს და დაკაცების ელემენტებს. იცი კიდე ისი დამალოუწევთ ბიჭებს? ეს არ უნდა ვაქციოთ ბავშვისთვის და მოზარდისთვის სარისკო ქცევად. საკუთარი თავის მიმართ ნდობა, წმენა და სიყვარული უფრო მეტად გაუჩნდება. ვილაპარაკოთ კაცებზე? ვილაპარაკოთ. ოღონდ კრიტიკის გარდა. ხიბათ? ვილაპარაკოთ კაცებზე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხს მისმინეს, ეს არის გადაცემა ვილაპარაკოთ კაცებზე და დღეს გვაქვს ცოტა არაჩვეულებრივი ფორმატი, ვინაიდან გიორგიც და მეც ვართ გენდერის ექსპერტები, გადავწყვიტეთ, რომ დღეს ერთმანეთის სტუმრები ჩვენ ვიყოთ ამ პოდკასტზე და ვისაუბრებთ ახალგაზრდა კაცებზე. მოგესალმებით, დღეს ერთმანეთი გვეყოლება სტუმრად და ვილაპარაკებთ ახალგაზრდა კაცების სოციალიზაციაზე, ანუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი რაღაც კონკრეტული ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე, ხო, იმიტომ რომ ცხოვრება არის რაღაცა ციკლური და ყველა ეტაპს რაღაც თავისი რუტინა აქვს, რა ბავშვობას თავის რუტინა აქვს, სკოლის პერიოდს თავის რუტინა აქვს და მოზარდობაზე ვილაპარაკოთ, მოზარდობის პერიოდში რა ხდება და როგორები არიან ახალგაზრდა კაცები და გარემო როგორ აღიქვამს მათ, რა მშობლები, თავის თანატოლები და ასე შემდეგ. თავიდან უნდა ვთქვათ, რომ ალბათ ყველა ისაც შემჩნეული გაქვთ, რომ ბავშვები ძალიან ერთნაირები არიან გარკვეულ ასაკამდე, ბავშვი ბავშვია და არ აქვს მნიშვნელობა სქესს და გენდერს დიდად. ყველაფერი მათთვის დაახლოებით მისაღებია, ერთნაირი წესები არსებობს ასე თუ ისე, მაგრამ უკვე გარდატეხის ასაკში ძალიან იცვლება მოლოდინები გოგოების და ბიჭების მიმართ, ეს ანუ შემოდის გენდერი მნიშვნელოვნად და უკვე განსხვავებული მოთხოვნები ჩნდება გოგოებისა და ბიჭების მიმართ. ხო, რაღაცაში ვერ დაგეთანხმები, მაგალითად ბიჭებზე უფრო შფოთავს ხოლმე საზოგადოება რა, ვთქვათ თუ რაღაცნაირად მოლოდინებსა და როლებში არ ჩაჯდება რა, ვთქვათ თუ პატარა ბიჭი ბავშვი არის ფემინური ხომ მშობლები რაღაც ფსიქოლოგს გამონახავენ ხოლმე და ხშირად დაყავთ კიდევაც ფსიქოლოგთან, მაგრამ პატარა გოგო თუ ბიჭურია, თქვათ და რაღაცა ბიჭებთან თამაშობს ან ხეზე ცოცხლდება. პრობლემას ვერ ხედავენ და იტყვიან ხოლმე, რომ ან როდესაც გარდატეხის ასაკი მოუვა და დაიწყებს დაქალებას, ეს ამბები უკან მორჩება და არანაირ გავლენას არ მოახდენს. და რატო ხდება, იცი ეგრე? იმიტომ რომ კაცურობა არის უფრო მაღალი ღირებულების მატარებელი და თუ გოგო კაცრუქცევებს გააკეთებს, კაია რა, კარგ ტონად ითვლება. არ აუშვებს. ხო, არ აუშვებს, მაგრამ ბიჭის შემთხვევაში ეს ძალიან ისეთი ამბავია. ხო, ეს არის პატრიარქალური საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან მკვეთრად მახასიათებელი ნიშანი, რომ თუ ბუნებამ წყალობა მოიღო შენზე და დაიბადე კაცად, მაშინ აუცილებლად უნდა იყო კაცი და არ გაიკარო არანაირი ქალურობა. ხოლო ქალი თუ თავისი ქცევით, ჩაცმით ან სხვა საქციელით მიემსგავსება კაცს, ამაში პრობლემა არ არის, იმიტომ რომ კაცურობა უფრო დაფასებულია, ვიდრე ქალურობა. ხო რა, ბავშვობის პერიოდზე რო ვილაპარაკოთ, ეგრევე შფოთვა იწყება მშობლებთან, რომ თუ პატარა ბიჭი ბავშვი ფემინურია, ვაიმე ის რაღაცა ღვთისწყალობა, რომელიც მას ბიოლოგიური სქესით ერგო, იკარგება რა. მაგრამ მაგ ეტაპზე არ ვილაპარაკოთ, ხო? ეხლა ვილაპარაკოთ ცოტა შემდეგ პერიოდზე, როდესაც მოზარდია უკვე რა და უკვე რაღაცა დასრულობაში უნდა შეაბიჯოს. არ ვიცი შენ გიფიქრია თუ არა, ზოგადად ჩვენიდან ალბათ ბოლო
რამდენიმე 1000 წელია ადამიანებს ძალიან მოაქვთ თავი რა იციან, ცოდნით რა. ან ნებისმიერ შემთხვევაში, აი ეს არის ძალიან მაღალი ღირებულების და ფასის მატარებელი. ბავშვებიც კი ერთმანეთს ყოველთვის რაღაცით ემარიაჟებიან ხოლმე, რომ აი შენ ეს იცი, მე ეს ვიცი, შენ ესეკენი. ხან უნარებითაც არის ეს გაჯიბრება, რომ რა შეგიძლია. ანუ სადღაც გადახტომა შეგიძლია თუ არა მაგალითად. კი, ან რაღაცას სწორად აკეთებ თუ არა. აი მაინც რაღაცა საბოლოო ჯამში მიდის ცოდნასთან ცოდნისკენ მიდიხარ რა, ხო? თქვა ვიღაცის შესახებ იცი, რაღაც ამბავი იცი, გადახტომა იცი, ან არ ვიცი რაღაც თამაში იცი, მანქანები იცი. ხო, ნუ ეგეთი ამბავი რა და აი მაგ შემთხვევაში მოზარდ ბიჭებს, ანუ თლიანი სამყარო გარემო უყურებს, როგორც აი გაუთლელი ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცის რა. რომელიც უფრო ახლოს არის სხეულთან და ემოციებთან, ვიდრე გონებასთან რა. და ნუ აი ეს ძალიან ტკივნეული პროცესია ხოლმე ახალგაზრდა ბიჭებში რა. სხვათა შორის ერთ ჩაგიკითხები. ეხლა მე რაც მახსოვს, ჩემ თავზეც და როდესაც მოზარდით მშობელი ვიყავი ამ ამბავზეც, შეიძლება ეს განპირობებულია იმითიც, რომ აი სწორედ მოზარდობის ასაკში გოგოებში განვითარება, მათ შორის კოგნიტური განვითარება, ემოციური, ფსიქოლოგიური და თუ ფიზიკური განვითარება არის უფრო სწრაფი და ერთ კლასში დაახლოებით ესე მე-6, მე-7, მე-8 კლასში თანატოლი გოგონებსა და ბიჭებს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა, სადაც გოგოები ყველაფრით არიან უფრო მოციფულები და რაღაცა აზრიანები და ბიჭები მათთან შედარებით ჩანან უფრო ბავშვები და ცოტა ჯერ ნაკლებად განვითარებული. შენ იმას ამბობ, რომ გოგოები უფრო ადრე იზრდებიან ვიდრე ბიჭები? კი, და მე მგონი ეს ქმნის ასევე აი ამ კონტრასტს, რომ ბიჭები რაღაცნაირად ჯერ ვერ არიან სათანადოდ განვითარებულები შედარებით გოგოებთან. ხო, აი კიდე როგორი სტერეოტიპი არსებობს, ცი რომ ბიჭი გაიზრდება და აი ამ დაკარგულ გონებას დაიბრუნებს რა. რაღაცა ცოტა სულელია, ემოციურია, შეიძლება რაღაცები არ იცის რა, მათ შორის თავის სხეულთან დაკავშირებითაც თუნდაც რა. და მოდი აი რაღაც პერიოდი გავა და ამ ინფორმაციასაც ოდნას მიიღებს. ოღონ ეგ რა თქმა უნდა ისევ სტერეოტიპული ამბავია რა, იმიტომ რომ მაგაშიც ვერ დაგეთანხმები რომ გოგოები უფრო ადრე იზრდებიან ვიდრე ბიჭები და ასე შემდეგ რა. არ ვიცი, ჩემი ესეთი ანეკდოტური დაკვირვებები და პრინციპში არა მხოლოდ ნუ მან განვითარებაში ცოტა ადრე ეწყებათ გოგოებს. ხო, ნუ არის უამრავი მოსაზრება მაგასთან დაკავშირებით, რომ უფრო ადრე ვითარდება ვითომ გოგო, მაგრამ ნუ მოკლედ ჩემი აზრით სტერეოტიპია. ანუ ბიჭების შემთხვევაში როგორ არის, იცი? ანუ აი შეგიძლია რომ პატარა ბიჭს თავზე წამოუთაქო და უთხრა რომ შენ ეს არ იცი რა. აი რაღაცა გამოცდილება არ აქვს რა. ხო, ჯერ შენ რაღაცა ცოდნას, რაღაც რეალობას, რაღაც სიმართლეს ნაზიარები არ ახარ. და ამიტომ ბიჭებს აქვთ აი ძალიან ისეთი სურვილი დაკაცების. რომ აი რაც შეიძლება მალე გაიზარდოს. რომ უფრო სერიოზულად აღიქვას სამყარო. უფრო სერიოზულად აღიქვამ სამყარო, კი. და აი მაგალითად ერთ-ერთი ისეთი უცნაური მოვლენაა ხოლმე, როცა ალკოჰოლიზმს ან დალევას, ან აი სარისკოდ ბევრი დალევა რო აი კარატეხის პერიოდში, მაგას ეგეთი მოსაზრება არსებობს, რომ სიკვდილი უნდა ახალგაზრდა კაცს, ოღონდ ისეთი რომ აი მოკვდეს და აღდგეს ოღონდ როგორც უკვე დაცრული კაცი რა. იმიტომ იმდან მომაბეზრებელია მისთვის აი ესეთი მდგომარეობაში ყოფნა რომ ყველა უყურებსო თითქოს ის არავინ არ არის, არაფერი გამოცდილება არ აქვს და პატარა ბიჭია, რომ ამის რაღაც კატასტროფულ იმას განიცდის, როგორ ვთქვა, ვერ იტანს ამ მდგომარეობას რა. თუმცა აი მეორე მაგმედალს მეორე მხარე აქვს. ინგლისურენოვანი ამერიკული ლიტერატურაში უფრო ხშირად შემოხვედრია გამოთქმა boys will be boys, ანუ ბიჭები იქნება ბიჭები, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიჭებს ყველაფერი ეპატიებათ. მათ შორის იმის გამო, რომ ასაკობრივად ჯერ მას პასუხსაც არ სთხოვენ და სხვათა შორის ჩვენ კულტურაში განსაკუთრებით თუ მოზარდობის ასაკში ბიჭი ჩაიდენს დანაშაულს, ან რაღაცა სერიოზულად დააზიანებს, გააფუჭებს
აქ საუბარი არის სერიოზულ კრიმინალზეც ზოგჯერ. ხო, შეიძლება ის იყოს გაუპატიურება, შეიძლება ის იყოს მკვლელობა, დაჭრა ადამიანის. აქაც დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ვითომ პატარაა და იმიტომ, ოღონდ აღარ არის პატარა და იმიტომ მოუვიდა და ვითომ ეს ყველაფერი გაუulis და ძალიან ხშირად სხვათა შორის მისი მშობლები ცდილობენ ხოლმე რომ პასუხისმგებლობა ააცილონ ამ ადამიანს. კი, ან სხვებს დააბრუნონ. ხო, მაინც მაგის შემდგენი ნაწილია რა, სულელია, ემოციები ვერ მართა, რაღაცა ჭუბში მოხდა, კონფლიქტში მოხდა და მე გაიზრდება. ხო, ის ახლა მან ჩვენთან ქართული კლასიკური ვერსია ხოლმე რომ აი გოგო თუ შეყვარებული ან ცოლი თუ ეყოლება, ის დაღვინდება და აი დაღვინებაც ეს ტერმინი ხო ეხა გამახსენდა ხო, რომ თითქოს რაღაცა ისეთი პერიოდი და გაიაროს დუღილის პერიოდი, ხო, რაც ეს სტერეოტიპია ეგეც რა, ხო ხდება, თვითონ გარედან თავს მოხვეული ამბავია, იმიტომ რომ ეგრე არ არის რა. ანუ რო ვთქვათ 12 წლის ან 14 წლის სხვანაირი იყო და მე 25 წლის სხვანაირი იყო რა, ხო? ანუ ესმის რომ გამოცდილება შეიძლება მე შეიძინო, მაგრამ ის რომ როგორ უყურებს სამყაროს ან კონფლიქტი გინდა არ გინდა ან რაღაცები ეგენი ძალიან ესეთია. მან ერთი ფაქტორი არსებობს რომ რაც მართალი არის რომ როცა ხდება მომწიფება გარდატეხის ასაკს რასაც ვეძახით პუბერტატს რასაც ვეძახით ისეთი სწრაფი და მნიშვნელოვანი პროცესები მათ შორის ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ადამიანის სხეულში რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა ადამიანისთვის ხშირად ეცვლება ხასიათი უჭირს ან მოკლედ გარდატეხის ასაკი არსებობს და ეს არის კრიზისული ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული ეტაპი ყოველ შემთხვევაში იმ ასაკისთვის არ არის მოგონილი თუმცა არც დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ გარდატეხის ასაკის ეს არ არის განაჩენი მაგრამ ისიც არ არის რომ არაფერი არ არის და 8 წლის ბავშვი და 13 წლის ბავშვი ერთი და იგივე პრობლემის წინაშე არ დგას მათ შორის სხეულებრივად და ფსიქიკურად არა მე რითქვა მინდოდა იცი რომ ანუ ზედმეტი მოთხოვნაა რომ რაღაც უნდა იცოდე აი ცხოვრების გონში უნდა იყო რა იქ რაღაცა ყველაფერი უნდა იცოდე რა ვითომ ანუ ფიზიკა უნდა იცოდე მანქანები უნდა იცოდე არ ვიცი სპორტი უნდა იცოდე რელიგია უნდა იცოდე აი ყველაფერი რა გუშინ მაგალითად მეგობრები მეკითხებოდნენ არ გიცდიაო რომ ვთქვათ აი უფრო რელიგიური ყოფილიყავიო და ვთქვათ აი მამა ოყოლ და ან რაღაც ეკლესიაში მისულიყავი და მე ვთხარი კი გამჩენია აზრი თქო მაგრამ მარტო რელიგიურობას და ეკლესიაზე არ მომავალ ზოგადად სხვადასხვა ინსტიტუტებში შესვლა მიჭირს იმიტომ რომ ყოველთვის მაგზნობინებენ ხოლმე თავს რომ რაღაცა მაკლია რა და არ ვიცი ხო ხდები და როცა ეგეთ სივრცეში ხდები ანუ იქ მეორედ მისვლა აღარ მინდა იმიტომ რომ ნუ აი ხა ვამტკიცო რომ ვიცი ანუ რაღაც ბევრი რამე ვიცი არა ვარ ნაკლები არა ვარ ხო ხდები და ნუ მოკლედ დაახლოებით ესეთ მდგომარეობაში აგდებენ ახალგაზრდა კაცებს რა იმიტომ რომ იმათ უნდა ამტკიცონ რაღაცა იციან მაგიტოა რომ მე აი ბევრი მითების მოგონება უწევთ ბიჭებს, მათ შორის გაბედულ ქცევებზე, სარისკო ქცევებზე, გმირობებზე, გოგოებთან ურთიერთობაზე, რომ ანუ სულ რაღაცა აკეთეს რა და მაგ პროცესს ქვია, რომ თუ ქალურობა თავიდანვე დაბადებიდანვე მიეწერება ქალებს რა და ქალები არიან, ანუ ბიჭებს მოეთხოვებათ, რომ მოიპოვონ ყოველ ჯერზე ეს კაცურობა რა. მათ შორის აი ჩხუბის მოვლენაც ან გოგოებთან ურთიერთობის მოვლენაც რა ყოველ ჯერზე ხელახლა მოპოვებას ნიშნავს ამ შეგრძნების რა ამ კაცურობის შეგრძნების რომ გაიზარდე და რაც ყველაზე მთავარია კიდე რომ მშობლები როგორ რეალობაში აქცევენ ახალგაზრდა კაცს საქართველოში რა ერთის ხრივ ანუ ეღადავებიან და დასცინიან რომ ისინი პატარები არიან და აი შენ აზზე არ ახარ რა ანუ ალბათ დედებიც ეუბნებიან მამებიც ეუბნებიან ხო ну ან მამები ეუბნებიან რომ აი გაიზრდები და მე დაკაცდები და მე მიხვდები ან რაღაცა არ ვიცი მსგავსი ფრაზები თან ამით ეღლიცინებიან და ცოტას ჩაგრავენ რა და თან არაძლევენ გაზრდის საშუალებას რა მაგის ერთ-ერთი მთავარი ამბავია რომ თუ ახალგაზრდა კაცს გაზრდა უნდა მთელი სოფლიოს მასშტაბით პირველი რაც აკეთებს გადის ცალკე საცხოვრებლად რა იმიტომ რომ რამენაირად უნდა აღმოაჩინოს რომ სახლის დალაგება ჭირდება, საჭმელს მომზადება ჭირდება, ტანსაცმელს გარეცხვა ჭირდება და პირველი ეტაპია ხოლმე რომ ყროლდებიან ძალიან. ანუ ბიჭები თუ გადადიან ცალკე საცხოვრებლად, ну აი ძალიან ყროლდებიან რა.
და მე იწყებენ დალაგებას, არ ვიცი ხარ დამეთანხმები თუ არა, მეც მაქვს ეგ გავლენა. სხვათა შორის ჩვენ კულტურაში ოღონდ ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხდებათ ბიჭებს აი ამ პროცესში, როცა ისინი ცდილობენ ცალკე გავიდნენ და დამოუკიდებლობა მოიპოვონ, იმიტომ რომ მაგალითად სხვა კულტურებში მოლოდინიც არსებობს, რომ ახალგაზრდა კაცმა უკვე უნდა დაიწყოს მუშაობა, პატარა-პატარა სამსახურები მოსინჯოს, თავისი ჯიბის ფული იშოვნოს და რაღაც ასაკის მერე განსაკუთრებით აი კოლეჯს რასაც ეძახიან, ანუ საუნივერსიტეტო ასაკს რო უახლოვდება, არის მოლოდინი, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს სახლიდან და ისწავლოს სხვაგან, სხვა ქალაქში, ან სამსახური გააგრძელოს და კარიერა სხვა ქალაქში. ჩვენთან ტრაგედიად ითვლება. თუ ბიჭი ცდილობს ოჯახიდან გასვლას და მთელი რიგი მექანიზმები არსებობს, როგორ დავიჭიროთ და არ გაუშვათ სახლიდან ბიჭი. კი, გოგოსთან ხო პირიქითაა, ხო, რომ ანუ გოგო უნდა ანუ წავიდეს სახლიდან, მაგრამ ბიჭი უნდა შევინარჩუნოს. ნახე როგორ არის ჩვენ შემთხვევაში გოგოს წასვლა თუ გათხოვებასთან არის დაკავშირებული და სპეციალურად ვიყენებ ამ ტერმინს ქორწინებას არ ვიყენებ იმიტომ რომ პატარა ასაკზე ვსაუბრობთ ახლა სადაც რა ვიცი გათხოვება უფრო ქვია მაგას გათხოვება მისაღებია და ამზადებენ გოგოს იმისთვის რომ ის ამ ოჯახიდან გათხოვდება სხვა ოჯახს მისთხოვდება მაგრამ თუ ახალგაზრდა ქალი ამბობს რომ ცალკე არ თხოვდება უბრალოდ ცალკე გადადის საცხოვრებლად, ასევე ძალიან დიდი ტრაგედია იწყება. ჩემ გარშემო ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხდება ოჯახებიდან, განსაკუთრებით თუ იგივე ქალაქში რჩება და უბრალოდ ცალკე საცხოვრებლად გადადის, მშობლებს არ ესმით, ამას რატო აკეთებს? ხო, თავისთავად. თუმცა გოგოებს უფრო ენდობიან, როცა საქმე ეხება თავის მიხედვას, საჭმლის გაკეთებას, ტანსაცმლის დარეცხვას და სახლის დალაგებას, რა. ბიჭებს უყურებენ. ეს უნარი აქვთ. ასწავლიან გოგოებს ამას უფრო აქტიურად. ხო, ასწავლიან. რა, ეხლა ბიჭებს უყურებენ როგორც არსებებს, რომლებიც საკუთარ თავს ვერ მიხედავენ. ხო, ანუ ერთის ხრივ თითქოს თლიანად კულტურა ზოგადად სოფლიოში თხოვს მათ გაზრდას და დაკაცებას, მაგრამ მეორეს მხრივ ანუ ყველანაირად უშლის ამის მიღწევაში ხელს. იცი რა არის? აი მე მახსოვს რაღაც ასაკამდე რომ მივედი, რაღაც 13 წლის დაახლოებით რო ვიყავი. დედაჩემმა რო გამომიცხადა, რომ ნუ ეხლა დრო ვისწავლოთ კულინარია. საჭმლის გაკეთება და ნუ მოდი ხახვის დაჭრით და ვიწყოთ და ასე შემდეგ. ანუ ნელ-ნელა სხვადასხვა ტიპის ცოდნები თავის მოვლასთან და სახლის მოვლასთან და ზრუნვით შრომასთან, სახლის აუნაზღაურებულ შიდა შრომასთან დაკავშირებით ჩემ აღზრდაში შემოდიოდა. მაგრამ ჩემმა ერთმა მეგობარმა ბიჭმა მომიყვა ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიც ძალიან დამამახსოვრდა. ის ამბობს, რომ ვიყვებოდ ასეთ რამეს, რომ ბავშვი სანამ ვიყავი, მაჩვევდნენ, რომ დავასრულებდი სადილს, ჩემი თებში ამეღო და ნიჟარაში ჩამედო სამზარეულოში. მაგრამ ასეთ რაღაცას ამბობს, სადღაც 13-14 წლის ასაკში რო ვიყავი და რო ავიღე ჩემი თებში და რომ მიმქონდა, ბებიამ გამომართვა თებში და მითხრა რომ ეს შენი საქმე არ არის. ხო, რო არ გაფემინურებულიყო, ეხლა ან გაქალების თემა შემოვიდა, რომ თუ ბიჭი ასე თებს აიღებს და წავა, ქალურია რა. და მაგ დროს ხო გითხარი ძალიან შფოთვა იწყება, რომ ეს რაღაც ღმერთმა მოგვივლინა ამ სქესად რაღაცა ეს საჩუქარია და არ წავართვათ ის უპირატესობები, რაც ამ სქესს დახვა. ანუ პირდაპირ უკვე ზრუნავენ იმაზე, რომ რაც ის დავიწყდეს, ან არ იცოდეს. ანუ ესეთი დამოკიდებულებები ჩნდება, რომ ბიჭს სპეციალურად არ ავალებენ და არ ასწავლიან. კი, ცოტა რაღაცა ფუნქციურიცაა ეგა რა და როგორი ეკონომიკაც და როგორი ტიპის ოჯახის ინსტიტუტიც გვაქვს, მაგაზეც არის მორგებული რა, რომ მე როდესაც ეს ბიჭი დაოჯახდება, ხო ხდები რაც როგორ ლაგდება, რომ მე ცოლმა უნდა აკეთოს ეს ყველაფერი რა. თუმცა სხვა რაღაცებს ასწავლიან, მაგალითად ძალიან ადრეული ასაკიდან ცდილობენ რომ ასწავლონ ბიჭებს მანქანის ტარება. ხო, იმიტომ რომ ეს კაცური თემაა რა. ხო. კი, აი უბრალოდ ეს მარტო ცხოვრების გარდა კიდე რაღაცებზე მინდა ვილაპარაკო, რომლითაც ცდილობენ რომ გაიზარდონ ახალგაზრდა კაცები მოჩვენებით რა. ერთ-ერთი არის საიდუმლოების შენახვის თემა რა. და ამ პერიოდში
აი მეგობრებთან რაღაცა საიდუმლოებები აქვთ, რომელსაც მშობლებს უმალავენ რა. მაგალითად შეიძლება თამაშობენ რაღაცა, არ ვიცი, ხო ხდები ტოტალიზატორში ან რაღაცა ნივთიერებაზე მის მოხმარებას იწყებენ. იმიტომ კი არა რომ ეს მაინც და მაინც მათ უნდათ ან მათ მოწონთ. იმიტომ რომ თითქოს რაღაცა დიდების სამყაროში არსებული ამბავი აქვთ, ხო ხდები აი ეს რაღაცა, არ ვიცი რა. დაალევა ავიღოთ, მოწევა ავიღოთ, თუნდაც სიგარეტის მოწევა, რომელსაც უმალავენ მშობლებს და ანუ განდობილები საიდუმლო იცის ვიღაცა სხვა მეორე მეგობარმა რა. რომელიც ასევე სერიოზული პრობლემისკენ მიდიან ხოლმე ბიჭები რა, იმიტომ რომ ეს საიდუმლოებები რაღაც დაუკრეფავში ისე გადადის, რომ მათ შორის აი აზარტული თამაშები ან რაღაცა სხვა ტიპის პრობლემები, რომ ნუ მოკლედ ჩვენი დღე შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს. ახლა მე არაერთ ახალგაზრდა კაცს მოუყოლია ჩემთვის ეგ, რომ აი ესე დამალვით მშობლებისგან და ის გრძნობდა რომ აი მე იცი როგორ ხდება? არ ვიცი როგორ ვთქვა ეხლა ჩვენ, აი საქმეების მოყვარახჭინება რა. ოღონდ ეგ საქმეები კი არ არის. აი მასხარაობაა. ხო ხდები, აი იქ რაღაც გამაზვა, აი იქ რაღაც თამაში, იქ რაღაც სადღაც ჩასვლა, ვიღაცასთან დალაპარაკება, იქ დალევა, იქ არ ვიცი, მოკლედ უამრავი რაღაცა. აი თითქოს ვარჯიშია, დიდი მე რო გაიზარდო და დიდი კაცის ცხოვრებით, ეგრე კი არ არის მართლა. მაგრამ ესე ფიქრობენ რა, ეს ახალგაზრდა კაცები და ისევ ეს, ანუ აი ესეთი ზეწოლის ბრალია, რომ იმენად გაუფასურებულია პატარა ბიჭობა რა. რომ ჩვენ ბავშვობაში და ყველას ბავშვობაში ყოველთვის არიან ეგრეთ წოდებული ბებერკაცა პატარა ბიჭები რა. ანუ ასევე არსებობს ახლა როცა საუბრობ ხოლმე მე ვცდილობ რომ ვიფიქრო გოგოების შემთხვევაში პარალელური პროცესები როგორ მიდის არსებობს თუ არა იგივე მოთხოვნები ან იგივე მოლოდინები და მან ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია შემოდის ეს არის სივრცის კატეგორია. ბიჭები არიან ასე ვთქვათ სახლიდან გაგდებულები გარკვეული გაგებით ოჯახები თვლიან რომ ბიჭმა გარკვეული დრო გარეთ უნდა გაატაროს სოციალიზაცია და სხვა ბიჭებთან და ანუ გარე სამყაროს შეეჩვიოს მაშინ როცა უდიდესი შფოთვა არის გოგოსთან დაკავშირებით რომ გოგო გარეთ არ გავიდეს ან ძალიან გაკონტროლდეს ყველა მისი ტრაექტორია გარეთ და უმეტესი ნაწილი გოგომ უნდა გაატაროს შინ მერე ესე ხდება საბოლოო ჯამში მთელი მათი ცხოვრება ესე იწყობა. დასაქმებაც კი ესე იწყო, პროფესიებსაც კი იმის მიხედვით არჩევს. ნუ ახლა ქალების შემთხვევაში კიდე ახლა გულწრფელად არის ურბანიზაციის გავითარების დიდი ქალაქების წარმოქმნის მერე, ანუ გაუპატიურების ქუჩაში გაუპატიურების პრობლემა ყოველთვის იყო და აი ეგ კიდე მე მგონია რომ მოგონილი პრობლემა. ხო, აი ნუ ახლა ეს არის მითი. შეიძლება ხო. ვის აუპატიურებენ ქუჩაში? აი გაცილებით. მე როგორც აი პირდაპირ გეუბნებით. მე როგორც ქალთაუგლებად დამცველი, რომელსაც უამრავი შემთხვევა ჰქონია, რომელიც საქმეც მიწარმოებია გაუპატიურებასთან დაკავშირებით, ქალებს ქუჩაში არ აუპატიურებენ. ქალებს სინამდვილეში აუპატიურებენ ნაცნობი კაცები, სახლებში ოჯახებში და ასე ვთქვათ, შიდა ტერიტორიაზე. ამიტომ ეს არის მითი, რომ გარეთ ქალი შეიძლება გააუპატიურება. არა, ძალიან ძნელია გარეთ ქალის გაუპატიურება. ხო, გაუპატიურება კი არა მარტო. ანუ შევარწყობის მიყენება რომ და მაგალითად შეყვარებული სახლში გაცილების ფენომენი არის სრულად სქესობრივ როლებზე მიბმული რა ხო მიხდი ანუ ხო და ნახე რას ვამბობ როლი კი ბატონო თამაში კი ბატონო მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ რეალური პრობლემა იმიტომ რომ შეურაცხყოფის შიში რეალური არსებობს ანუ შობელმა ეგ არ იცის მაგალითად ხარ რაც შეიძლება ლაპარაკი ხო და შეიძლება მშობელი ფიქრობს რომ ესეთი ამბები ქუჩაში ხდება ხო და შეფუთულია რა ეს არის გამართლება შეიძლება ამბავი მითია კონტროლის გამართლება გოგო მეტად კონტროლდება და მათ შორის აი ეს რომ გაამართლონ ასეთი უკიდეგანო კონტროლი ყველა მის გადაადგილებაზე და ყველა მის ადგილსამყოფელზე სად არის ვისთან არის მუდმივად რომ უნდა იცოდნენ მშობლებმა საკმაოდ დიდ გოგონებზე სტუდენტ გოგონებზეც კი შეიძლება ვრცელდება ხოლმე ესეც არის კონტროლი კონტროლდება ქალი ბიჭი არ კონტროლდება ხო აი ხა მაგალითად რაღაცა კვლევები რომელიც მე გამიკეთებია ბიჭების სერიოზული კონტროლიც არის აი გააჩნია ოღონდ
რომელი უბანია, ვთქვათ, როგორი ქალაქია, რამხელა ქალაქია და ასე შემდეგ რა. თორე ის რომ ბიჭებიც მალე უნდა მოვიდნენ სახლში, აი 90-იანი წლების მერე ეგ ბიჭებსაც ეხებათ რა. ან მათ შორის ბევრიც მოუყოლია ეგა რა, ხო, რომ მშობლები ძალიან აკონტროლებდნენ, რომ შარს არ გადაყოლოდნენ. ხო, ერთი არის რომელ საათზე ბრუნდები სახლში, თუმცა მეორე ამბავი არის, რომ აი მაგ საათამდე სადაც ეს როცა ეს დაგიწეს ეს მანამდე რა ტიპის თავისუფლება გაქვთ? გოგოებს მანამდე არ აქვთ თავისუფლება. ხო, ეგ თავისთავად ეხა ხო ვიცით რატომაც რა. რომ მე ოჯახის ინსტიტუტს მოერგოს ეგეც, რომ ქალი სახლში იყოს, ელოდებოდეს კაცს. კონტროლის თემაა რა. და ხო, რატო აკონტროლებ? იმიტომ რომ მიეჩვიოს კონტროლს და მორჩილებას, რომ მე ბავშვები თან გაატაროს დიდი დრო. ანუ ეკონომიკური და რაღაც ოჯახთან დაკავშირებული ხო ხდები დალაგებული ამბავია რა. მაგრამ ეხლა მე მინდა გავაგზავნო ის ბიჭებს რაჭირთ კიდე, ხო? ერთი ხო ეს მარტო გადასვლა ვთქვით, მეორე ვთქვით, რომ საიდუმლოებები აქვთ, რომელიც შეიძლება მათთვის პრობლემური გახდეს, ხო? მათ შორის დიდი ფული წააგონ და ასე შემდეგ. მე უწევთ მშობლებთან მისვლა და თხოვნა, ხო? მან კიდე სხვა თემა შემოდის, ჩემი სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რომ მშობლებს უხარიათ, როდესაც ბიჭები მათთან დასახმარებლად მიდიან, იმიტომ რომ შეიძლება მე უკვე მათი მართვა რა, ხო? იმიტომ რომ მოიმადლიერებ. აი როგორ რაღაცა იცი, შენ თუ ხელს უშლი ახალგაზრდა კაცის გაზრდას, ხო? ახალგაზრდა კაცი ყოველთვის იქნება შენზე მოჯაჭული. ანუ შენი პატარა ბავშვი იქნება 40 წლისაც, 50 წლისაც, მაგრამ თუ შენთან გეყოლება. ანუ აი რაღაცა მართვადი მანიპულირებადი სივრცეა. ჩვენთან არის ამისი სერიოზული პრობლემა. ამაზე ძალიან ხშირად ჩივიან ქალები, რომ იწყებენ ურთიერთობას ახალგაზრდა კაცთან და უცბად აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდა კაცი გადაწყვეტილებას ვერ იღებს ამ თავისი ოჯახის წევრების, დედის და მამის გარეშე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის დაოჯახებაზე, საცხოვრისის ადგილის განსაზღვრაზე, დასაქმებაზე, ფულის ხარჯვაზეც კი და ასე შემდეგ. ფინანსურჩევები არა აქვთ რა. ხო, რატო? იმიტომ რომ როდესაც შენ დიდწილად გეხმარება მშობელი დიდი ხნის განმავლობაში და არ გაცდის იმას, რომ შენ რაღაცნაირად შენთან მიხედავ დაწყებული სახლის დალაგებით რა, აი ბოლო-ბოლო რაღაც ქირით გასვლით რა, ხო? შეიძლება ახლა ვიღაცა მოიშვენოს რა რაღაც სიცულელებზე ვლაპარაკოთ, მაგრამ ეგრე არ არის, ანუ სახლის დალაგებით იწყება ფულის შოვნაც რა. ხო, იმიტომ რომ შენ თუ რაღაცა პატარა მოკლე ამოცანებს ვერ ასრულებ, რაღაც სხვა საშუალო და დიდ ამოცანებსაც ვერ შეასრულებ. მოკლედ, ეხლა აქ რა ხდება, რომ გარდა ამისა, რომ მშობლებზე დამოკიდებულები არიან, ეს ხო მოწყვლადობა, ანუ სისუსტის გამოხატულებაა რა, ეს უნდა დაიმალოს რა. ხო, უნდა დაიფაროს. ნებისმიერი სხვა მოწყვლადი მხარეებიც უნდა დაიფაროს რა. იმიტომ რომ რაღაცნაირი მითი არსებობს, რომ დასრული კაცი არის უკვდავი რა და წაუქცეველი და დაუმარცხებელი და მორჩა, ანუ ახალგაზრდა ბიჭები ფიქრობენ, რომ აი რო გავიღვიძებ, აი ხა რო გავილეწები, დავლევ და გავიღვიძებ დილით. ხო, აი ეს დალევა, აი კაცივი დალევა, როგორც მამას ვამდა მაგალითად, ხო? მე რაღაცა მადლით დილით გამხდის კაცს და მე საერთოდ არაფერი აღარ შემაწუხებს, მაგრამ დილით არის უბრალოდ ნაბახუსები რა, ეგა თავარი პრობლემა. ხო და აი სულ ამ მოწყვლადობას მალავ რა. არ უნდა თქვა რომ ამის გეშინია. არ უნდა თქვა რომ რამე გაწუხებს ტკივა. რამე ხო, არ უნდა თქვა რომ ეს რა სექსუალური გამოცდილება არა გაქვს. უნდა მოიგონოს სექსუალური პრობლემები რო ხო, ან შეიძლება აი მე პრობლემა გაქვს ხო, რაღაცა არ ვიცი, სხვადასხვა ტიპის თან მე რა ქვია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ან ქცევას, სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით ხო, რა ვიცი, ნუ მოკლედ. ეგენი არ უნდა თქვა, რა ვიცი, თქვა რომ საერთოდ არ გაქვს არანაირი ისა რა ქვია სისუსტე რა. ეს პრობლემა ძალიან სერიოზული პრობლემაა იმ მხრივ რომ არ გადის. ეს პრობლემა ბოლომდე რჩება პრობლემად და ძალიან დიდი ზრდასრული და ასაკში შესული კაცებიც კი ფიქრობენ რომ მოწყვლადობები არ უნდა ქონდეთ, ან თუ აქვთ უნდა დამალონ და არ უნდა გაუზიარონ არავის. სხვათა შორის ძალიან სერიოზული პრობლემები მოყვება ამას. საქართველოში მაგალითად ძალიან სერიოზული პრობლემა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც იმდენი ხანი მალავს და იმდენი ხანი ყურადღებას არ აქცევს კაცი. სხვათა შორის ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც, რომ შეიძლება უმძიმესი შედეგები დადგეს.
მაგალითად ნადრევი ესეც იმპაქტები და ფატალური შედეგები შეიძლება დადგეს. იმიტომ რომ არ ამბობს რომ ცუდად არის და ექიმთან წასვლაც და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც მოწყვლადობის ნაწილია და მეორე სერიოზული პრობლემა გვაქვს რომ ძალიან სერიოზული ფსიქოზების იმაში შეიძლება გადავიდეს სადაც უმძიმესი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ჩაიდინოს, იმიტომ რომ არასდროს ამ პრობლემას არ მიხედა. იცი კიდე ისე დამალოუწეთ ბიჭებს რომ ვითომ დაკაცდნენ ეგ გამოხატონ რომ ვიღაც უყვართ მაგალითად ხალი რა აი მაგ პერიოდში განსაკუთრებით ისეთი ამბავია რა რომ ხო მაგრამ შეყვარებულის ყოლა ხო კარგია შეყვარებულის ყოლა კარგია მაგრამ გამრავლების მიზნით ანუ ოჯახით უნდა დამთავრდეს რა ანუ აუცილებლად და აქეთკე უნდა წავიდეს ეს ყველაფერი რა ხო ხდება რაღაცა ძალიან პატარა ასაკიდან არ გინახავს რა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს აი არ ვიცი მე 6 კლასიდან რო შეყვარებულები არიან და მე ოჯახს ქმნიან რა ხო რაც რაღაცნაირად ხო ცოტა აბსურდია ხო ეს სიყვარულის თემა ცოტა კარგად ვერ გავიგე რატო გეტყვი იმიტომ რომ ბიჭი პირიქით ბიჭს მოეთხოვე მე მახსოვს ხა ჩემი ბავშვობიდანაც მახსოვს რომ ბიჭი თუ მაგარი ბიჭი იყო მას უნდა ყოლდა შეყვარებული. ეს შეყვარებული შეიძლება ვერ ყოლოდა, იმიტომ რომ მაგალითად იმ გოგოს არ აინტერესებდა, ან რაღაც ასე არ იყო, თან კრიტერიუმები ჰქონდათ, როგორი გოგო უნდა ყვარებოდათ, აუცილებლად ეს გოგო უნდა ყოფილიყო ლამაზი, რაღაცა კარგი, გამორჩეული, ხუთოსანი, ესეთი, რაღაცა, ანუ ძალიან კარგი გოგო უნდა ყოფილიყო და რას ნიშნავდა მე ეს შეყვარებული რო ყავდა? იმას ნიშნავდა რომ მაგალითად სექსი ქონდა? სექსი რა, შეიძლება არაფერი არ ქონდა. ანუ შეიძლება უბრალოდ ის გამოაცხადებდა ხოლმე რომ მე ის არის ჩემში, მე ის მიყვარს, ანუ მე ის ჩემი შეყვარებულია და შეიძლება მასთან ანუ ის გოგო შეიძლება იმდან არ იღებდეს, რომ არანაირი აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ ქონდეთ, მაგრამ ამის რატომღაც ბიჭისთვის ეს არ იყო გადაულახავი ბარიერი, ხელს რო დაადებდა და იტყოდა რომ ის ჩემი შეყვარებულია, მთავარია უბნისთვის გაეგებინებინა, კლასისთვის გაეგებინებინა და ეთქვა რომ შეყვარებული ყავს, შეიძლება მართლა საუბარი არ ქონოდა ამ გოგოსთან. ამიტომ აი ეს შე რო ამბობ რომ რაღაცა სიყვარული, დაკაცებას, მე ცოტა პირიქით ხედავ. არა, ნახე როგორი პრეტენზიის გამოთქმა რომელიმე გოგოს მიმართ ქალზე რომ ეს ჩემია, ეს მე მიყვარს, მიუხედავად ის როგორ პასუხობს, ამას არც კი ქონდა ხოლმე მნიშვნელობა. ამის დაფიქსირება პირიქით ითვლებოდა ხოლმე ბიჭისთვის უფრო ზრდასრულობა და უფრო მაგარ ტიპობად და კაი ტიპობად. ხო, მაგრამ ეგ არის ვერსია, როცა ჯდება რაღაცა ოჯახის და აი მსგავსი რაღაცეების კალაპოტში რა. მაგას ოჯახზე ლაპარაკი ზოგჯერ ადრე როცა თინეიჯერებზე ლაპარაკი. არა, აი ნახე ხო და აგიხსნე ხა მაგ ამბავს რა. ახალგაზრდა კაცები ქალებს ყოფენ ორ ჯგუფად რა სუფთებად და ბინძურებად. საცოლე და არა. ხო, ეს არის ოღონდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა. ანუ სუფთასთან დაქორწინება უნდათ, ბინძურთან სექსი. ამის ორის არევა მათში იწვევს სერიოზულ პრობლემებს რა. მათ შორის შეიძლება შეყვარებულთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს და რაღაც არ ვიცი ეგრე გაცხადებულად ამბობდეს რომ ეს მისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაინც დისკომფორტია მათთვის, იმიტომ რომ კაცების გონებაში არსებობს ეგეთი მოცემულობა, რომ აუცილებლად ქორწინების სივრცეში და ოჯახის სივრცეში უნდა იყოს სექსი, რომელიც დამთავრდება გამრავლებით რა. აქედან გამომდინარე, აი საქართველოში რა ხდებოდა ხოლმე, იცი, აი ზოგადად აი სხვადასხვა კვლევებით ჩემებიც უჩვენებს, რომ ბიჭები იტყოდნენ ხოლმე, რომ აი ვიღაც გოგოს ხვდები უბრალოდ რა, ჩემი ნაშაა რა, ანუ სექსის მეტი არაფერი არ მაქვს რა. და ნუ მეგობარს ეტყოდნენ, ხო? ეს ხო ხდება ხა როგორი გაუაზრებელი ნათქვამია, იმიტომ რომ გავიდოდა თქვა 2 წელი, ანუ რეალურად ამბიცეს გოგო შეუყვარდებოდა, იქორწინებდა და ეს 10 ადამიანი ამაზე ჭორაობდა და კილიკობდა, რომ ეგ მაგის ნაშა არ იყო. ნახე ნაშაზე არ ქორწინდები. ხო მივხვდი, ანუ ეხლა მოწყვლადობა რა არის? უნდა დამალო ეგ უნდა დამალო, რომ შენ ნახე არასუფთა, ხო იცი სუფთა და არასუფთა გოგო არ არსებობს. მაგრამ აი ამ სივრცეში უცბად ვიღაცას რო იარლიყი მიეკერა ამისი, ის არ უნდა შეგიყვარდეს, ეგ უნდა აკონტროლო. თორე შენ დასრული არ ახარ, ესე იგი პატარა ბიჭი ხარ, რომელიც გოგომ გააბრიყვა სხეულით რა.
ამიტომ ბიჭებს ძალიან უჭირთ მაგ მონაკვეთში, აი მაგ ასაკობრივ მონაკვეთში, რომ აკონტროლონ ვინ მართლა უყვართ და დაიცვან ის განცდები და ის სიყვარულის შეგრძნებები, რომელიც მათ მართლა აქვთ ვიღაცის მიმართ რა. იცი რა, ადრე ნამდვილად ესე იყო, მათ შორის ახლა ჩემს ახალგაზრდობაში, არა ეხლა ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მართლა ასე იყო ხოლმე, რაღაც აი ეს და ხშირად, ძალიან ხშირად, ახლაც კი გოგოები ამბობენ ხოლმე, რომ აი სტატუსი მათთვის მნიშვნელოვანია, ვინა ვართ თუ არა ჩვენ შეყვარებული, აი ეხლაც კი ქალთა ჯგუფებში 20 წლის გოგოები, 19 წლის გოგოები წერენ, რომ მე არ ვიცი რა სტატუსი გვაქვს, სტატუსი მინდა რაღაც და აი ვეკითხები ხოლმე, რომ რა კონკრეტულად რა სტატუსი გინდა, ანუ უკვე დაოჯახების ამბავია? არა, აი ოფიციალურად შეყვარებული რო ერქვა. ანუ აი ამ სტატუსზე გამოკიდება მათ შორის გოგოების მხრიდან, რომელსაც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ გოგოები არიან ჩამორჩენილებიო, მაგრამ რო შეხედო ეს გოგოები, რომლებიც სტატუსს ითხოვენ. რატო ითხოვენ? აი ამ პარადიგმის გამო ითხოვენ, რომ ქალები თუ იყოფიან საცოლეებად და ნაშებად, ასე ვთქვათ, ყველას უნდა რომ მოხვდეს პირველ კარგ კატეგორიაში საცოლეების და არა ნაშების, მაგრამ რამდენად და ეხლა უფრო პატრიარქალურ, უფრო ნაკლებ განვითარებად და განვითარებულ საზოგადოებაში ეს დაყოფა მართლა ისევ არის, მაგრამ ეხლა ახალი თაობა რომ მოდის. ხო. სადაც სექსუალური ურთიერთობები აღარ არის ტაბუ და სადაც პირიქით გეუბნებიან რომ ვინც გიყვარს და ვინც მოგწონს იმასთან უნდა კონდეს სექსუალური ურთიერთობა და არა კომერციულად ნაყიდი ან გარეთ რაღაცა გაუგებარი ვინც სინამდვილეში არ მოგწონს მაგრამ აბა რა ვქნა სადღაც ხო უნდა მქონდეს სექსუალური ურთიერთობა პირიქით ეხლა წახალისებულია უბანს ფენას ოჯახს და სივრცეებს გარშემო მაგალითად ბოლო 20-25 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვითაც აი სიტყვაზე ვამბობ რა, პირობითად ავიღოთ ვარკეთილელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სწავლობდა თქვათ თავისუფალ უნივერსიტეტში და უბნელებისგან განსხვავებული თანაკურსელები ყავდა, ხო? და ყოფილა ჩემი რესპონდენტი, ჰქონდა ორი იდენტობა. ანუ იდენტობა რომლითაც გოგო იყოფოდა ბინძურად და ბინძური ქალი სუფთა ქალი და ჰქონდა კიდე შეძენილი ახალი იდენტობა, სადაც ეს რომელიც უნივერსიტეტში შეიძინა, რომ ეს ესეთი მძაფრად დაყოფილი არ არის. მაგრამ ანუ ვერ გაეგო ანუ ძალიან უჭირდა რომელი იდენტობას ეკუთვნოდა რა. ამიტომ ეგრე რომ თქვათ, ეხლა 2025 წელს ბიჭები ესე არ ყოფენ გოგოებს, ვერ დაგეთანხმები ანუ ეს. მაგრამ ყველა ასე ხო? რომელ ასაკზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ყველა ასე ყოფს. ანუ მათ შორის შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ არ ვიცი, ნუ აი რაღაცა არ ვიცი, ფემინისტი ქალების შვილებმაც შეიძლება ესე დაყონ რა, აი მაგ ასაკში. შეიძლება მაგალითად უფროსებთან საუბარში ეს ასე არა თქვა, მაგრამ თანატოლებთან რომ მოხდება, მაინც ესე დაყოფენ. ანუ მე შემიძლია რომ ნიზლავი ჩამოვიდე, რომ ეგრე იქნება რა. ანუ როდესაც 10 ბიჭი იქნება ერთად, ისინი აუცილებლად მაინც ესე დაყოფენ გოგოებს. და აი როგორი რაღაცა იცი? ბავშვობაში, როდესაც ბიჭები ძალიან ბევრს ჭორაობენ გოგოებზე რა, მაგ ასაკში, ძალიან ცუდ რაღაცებს ამბობენ რა. მაგალითად მეც გამომივლია ეგ და ცუდად ხდებოდა ხოლმე, აი სახში მივიდიოდი რაღაცა დაღლილი, აი ნაბახუსების შეგრძნება მქონდა, რომ აი რა საჭიროა გოგოებზე ამდენი ცუდი რაღაცის ლაპარაკი რა, ხო? აი 1000 რაღაცის ლაპარაკი. მაგრამ იმ ბიჭებს ვერ ასე ვთქვათ, ვერ ეწინააღმდეგები შენ, იმიტომ რომ რაღაცა ჯგუფური ამბავია რა, ხო ხდები და უფრო ძლიერები არიან, ბევრნი არიან უფრო და მაშინ შენ უნდა ძალიან გადადო შენი თავი, რომ მოახმარო ამ ამბავს რა და შედეგი მიიღო. მაგრამ იქ ადგილზე შენ ამაზე ხელს აწერ რა, შენც ამ დინებაში მიყვები. თუნდაც იქ ჩუმატყოფნითაც გამოდის რომ ეთახმები. ჩუმატყოფნითაც ეთახმები. რატო? იმიტომ რომ ეგაა თქო ზუსტად, რომ ნახე როგორი რაღაცა, რომ მალავ ამ შენს ემოციას რა. აი მე შენ გინდა რომ ვიღაცა თქვათ გოგოსთან იმეგობრო რა. მაგრამ ნუ ბიჭე იმეგობრო როგორც პარტნიორთან კი არა, უბრალოდ იმეგობრო რა. ხო, იძმაკაცო იდაქალო რა, მაგრამ ნუ ტიპები ამ გოგოს ჭორავენ. შენ ეს არ უნდა ემეგობ. უკრძალავ შენ თავს, ხო? ნახე, აი იწყებ გოგოს თუ ბიჭებს?
ხო, ნუ თუ შენ ძალას იპოვი რომ რაღაცა მიდიხარ მეგობრობ, მაგრამ ნუ ამ გოგოსთან, მაგრამ ნუ ან მალავი მეგობრობას. ხო, ან მალავი მეგობრობას. ხო, აი ეგეს და რეალურად მითია თქო, ანუ ბიჭოს გონიათ რომ თუ ეგეთ რაღაცებს დამალავენ, ეგაა კაცურობა და ნუ არ არის ეგ კაცურობა რა, ხო? ანუ რაღაცა თავს მოხვეული ამბავია. ხო, მიხდი რასაც ვამბობ რა, ის რომ აი ხა 2025 წელია და ახალგაზრდა კაცს, ანუ 10-დან 18 წლამდე ეს პრობლემები არ ექნება, რადგან ეხლა თუ ლაპარაკობთ, არ გამოვა. სულ ექნებათ ეგ პრობლემები. ხო, და აი რა შეიძლება ნუ რა შეიძლება ამას დაუპირისპირო და რა შეიძლება მისცე საშუალება რომ ანუ სწორად იპოვოს თავისი გაზრდილი ვერსია რა, ხო? მათ შორის მისცე საშუალება რომ მარტო იცხოვროს. აი ხო ეს კავშირშია იმასთან ხარ რაზეც მე ვლაპარაკობ. იმიტომ რომ თუ ის დაიწყებს მარტო ცხოვრებას და თავის თავს მიხედავს რა, ხო? საკუთარი თავის მიმართ ნდობა, რწმენა და სიყვარული უფრო მეტად გაუჩნდება. როცა ახალგაზრდა კაცს თავის თავი უყვარს, ანუ მე ახერხებს რაღაცა ცუდ და აი ხო ხდება ბანძზე ხუმრობებს და რაღაცებს წინ აღუდგეს რა, ხო? მაგრამ თუ ბოლომდე ისევ იმ კულტურაზე ხარ დამოკიდებული, პატარა ბიჭუკელა ხარ, რომელზეც გავლენა აქვს ისევ დედას, მამას, ნათესავებს, საძმაკაცებს, ვერასოდეს ვერ მოახერხებ შეცნავნებას. ანუ რა პირველი პრობლემა დგება მან, რომ არ აცდი ადამიანს გაზრდას რა. ხო? და როდესაც არ აცდი გაზრდას, ის ადამიანი არის ადვილად სამართავი და არ არის დასრული. არ არის დასრული, ხო, და როდესაც დასრული არ არის, ბავშვებს ყველაზე მეტად ეშინიათ თანატოლების დაცინვის. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ბიჭები დაცინიან გოგოებს სიბინძურის და სისუფთავის გამო, რომელიც სექსუალობასთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა 40 წლის პატარა ბიჭიც დაიჭერს მეგობრების მხარეს, იმიტომ რომ შეეშინდება დაცინვის. მათი მხრიდან, ხო, იმიტომ რომ მხოლოდ გაზრდილ ადამიანს აღარ აქვს უკვე რაღაც რა ჯავშანი, რომ დაცინვაზე რეაგირება ისეთი, ანუ აღარ შეეხოს ეს. არ მიიღოს რა. არ დაიცინოს ასე ვთქვათ. ხო, რა. და მათ შორის, ნუ ახალგაზრდა ქალებსაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ გაზრდის პროცესში რა, იმიტომ რომ როლების შესრულება რაღაცნაირად საყვარელი პროცესია ხოლმე რა, ყველას მოწონს თავისი როლის შესრულება რა. ერთხელ ტაქსის ძღოლის შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ 2 თვის წინ ინფარქტი გადავიტანეო. ცოტა ხანი სახლში ვიყავიო, მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყეო და ჩემაცოლა მითხრა, რომ ეხლა აქედან გადიო რა, წადიო რა, შენო ჩემო ძმაო რა. ესო ჩემი სივრცეაო. ავდე ინფარქტიანი კაცი გამოდა ისე ტაქსაობა დავიწყეო რა. იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად ეხლა შეიძლება ფართო სურათში ეს ქალი იჩაგრება როგორც დიასახლისი, რომელიც სამზარეულოში ბევრ დროს ატარებს და ამაში ხო ხდები ამხელა ენერგიას დევს, მაგრამ მისი სივრცეა რა, იქ ეხლა ინფარქტიანი ტაქსის ძღოლი ქმარი აღარ მოეწონა იქ რა. ათიო რა იქ. ფეხებში ებლანდებოდა. ხო, ფეხებში ებლანდებოდა და რატომ ამობ ეხლა რომ ეგ როლების შესრულება ისე მოწონთ ადამიანებს. მოწონთ რა ეგაა რა ცხოვრება რა, რომ იბადები ამ როლებს მის შესრულებას იწყებ. რომ ძალაუნებურად და ავტომატურად ამ პატარა ბიჭების სუპატარა დარჩენაში ახალგაზრდა ქალებიც უწყობენ ხელს რა. ახალგაზრდა ქალები დედებზე არ ვლაპარაკობ. დედებზე ხო ვილაპარაკეთ უკვე, ხო? დედებზე არის ჭამის დაძალება, ხო? აი ჭამა ყველაფერში ჩარევა, ჭამენოდარი, ხო? აი მიყევი იქამდე რაღაც პროფესიის შერჩევა რა. აი ხო, ნუ ძალიან უცნაური რაღაცაა, მაგრამ ხო რამდენი დაახლოებით 10 თუ 11 წელია რაც უნივერსიტეტებთან მაქვს შეხება რა და ნუ რა ვიცი უამრავი სტუდენტისგან მომისმენია პასუხი რომ ვინ გირჩია რომ აი ჩაგებარი ეხლა 17 და 18 წლის ადამიანი კი არა 30 წლის ადამიანს ვიცნობ უამრავს რომელმაც კიდე არ იცის მისი მოწოდება რა არის და რისი გაკეთება უნდა და მე მგონია სრულიად ბუნებრივია რომ 17 და 18 წლის ადამიანი უბრალოდ არ იცოდეს და მისთვის ასე ვთქვათ სულ ერთი იყოს და ამიტომ გაყვეს მშობლის ხო აი ეს არის სხვათა შორის საკითხი მე მქონდა ძალიან საინტერესო ესეთი შემთხვევა უშუალოდ ჩემ შვილთან რომელმაც სკოლაც ცოტა უფრო ადრე დაიწყო და შესაბამისად უფრო ადრეც დაასრულა და იყო საუბარი იმაზე, რომ სწავლა გაეგრძელებინა თუ არ გაეგრძელებინა, მაგალითად რაღაც პერიოდის სწავლა. მე ვეუბნებოდი, რომ იმიტომ რომ ხარ 17 წლის, სად გვეჩქარება? თან არ იცი კონკრეტულად რა პროფესია გინდა, იქნებ მეთქი 1 წელი არ ისწავლო და
აბა რა უნდა ვაკეთო? ხო, ну ეხა ცოტა ისე წავალთ რა, რომ ხვდები. ანუ ეს მომენტი იყო, რომ მაშინ რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი. მეორე იყო ესეთი, მე ამას რომ განვიხილავთ რა შეიძლება რომ აკეთოს, რაღაცნაირად ვთქვი, რომ მეთქი რა ვიცი, ხო შეიძლება რომ რაღაცა სამყარო გაიცნო, იმოგზაურო, მაგაზეც ძალიან საინტერესო პასუხი გამოსცა, რომ ვისი ფულით უნდა ვიმოგზაურო? მშობლების ფულით მოგზაურობა არ მინდაო. ხო, ну აი ხა შედარებით ჯანსაღი დამოკიდებულება, იმიტომ რომ მაგას გეუბნები რომ ხა მშობლების ფულით რაც არ უნდა გააკეთო, ნებისმიერ შემთხვევაში იძულებული ხარ, რომ ისე ვიყო ბავშვი. და ბავშვს აქვს დამკაფიო აი სოციალური თანატოლებიდან გადმოსული უამრავი შიში რა. მოდი თავზე ხელაღებულობაზე მინდა კიდევ თქვა 1-2 სიტყვით და აი ბოზებში სიარულის კულტურაზე, რომელიც მთელი სოფლიოს მასშტაბით მიიჩნევა ზუსტად ამ ვითომ დაკაცებაში გადახტომაზე რა. აი ბოზებში თუ ნამყოფი ხარ, ესე იგი კაცი ხარ უკვე რა. ნუ სექსუალური ურთიერთობა თუ ეს ახლა ქართულ ენაში მას ეძახიან, ნახე, დავაშკაცებას ეძახიან. ანუ გამოვიდა რომ ვიღაცა პატარა სულელი ბიჭი, რომელიც არავინ არ იყო, ერთხელ ბოზებში წასვლით სხვა ადამიანი გახდა, აი ტრანსგრესიებს ეძახიან ხოლმე რა. ან მაგალითად ერთი სექსუალური თავგადასავალი ის მოინათლა როგორც კაცი რა. თავიდან დაიბადა როგორც კაცი რა. რომელიც აბსურდია, ხო? უამრავ ადამიანს ვიცნობ, ნუ ეხლა როდესაც კაცები ამაზე და თუ საუბრობენ ამ თემაზე, როგორ მათ აქვთ ძალიან სერიოზული ტრაუმული გამოცდილება. ძალიან ცუდად ახსოვთ ეს სექს მუშაკთან, ასე ვთქვათ, ეს პირველი ურთიერთობა, რაც ჰქონდათ, რომლისგანაც, რა ვიცი, გათავისუფლებას და რა ვიცი, განკურნებას ცდილობდნენ წლები. იმდენად ცუდ მეხსიერებად დარჩათ. კი. და ჩვენთან არის სამწუხაროდ პრაქტიკა, სადაც ვიღაცა ბიძამ, მამამ და ვიღაცამ ძალით უნდა წაიყვანოს. ისეთი პატარა არასრულწლოვანი, რომელიც ჩვენი კოდექსის მიხედვით პირდაპირ გაუპატიურებად ითვლება, ბიჭის გაუპატიურებად ითვლება. ეს მიუხედავად იმისა, თანხმობა არის თუ არ არის, როდესაც ადამიანი არის, რა ვიცი, ზდასრულ ქალთან თუ მიყავთ 16 წლამდე პირი, სტატუტორი რეიპს ეძახიან ინგლისურად ამას, ეს არის რაც არ უნდა ყველა თანახმა იყოს, ეს არის პირდაპირ ითვლება, რომ ეს არის გაუპატიურება. ხო, ну მოკლედ ამ შემთხვევაში როგორ რაღაცა იცი, რომ ფაზის დამთავრებაზე მიგანიშნებს რა. ოღონდ მთელ მსოფლიოში ესეა და ხშირ შემთხვევაში ჯგუფურ სახეს იღებს ხოლმე, რაც ასევე უამრავი სტრესის, უამრავი ცუდი გამოცდილების მატარებელია რა. ფერნანდა მელჩორის ერთ-ერთი რომანი დამავიზდა სახელი რა. მოკლედ იქ არის მექსიკაში ეს ბიჭები ყველანი ერთად რომ მიდიან მეძავებთან, რომ ერთმანეთის გვერდით უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი გაიზარდნენ, ანუ კაცებად გადაიქცნენ რა, ხო? მათ შორის ნებისმიერი სარისკო ქცევაც ვითომ მაგის მანიშნებელია რა. ხო, რაღაცა დალევა, მანქანის სწრაფი ტარება. ხო, მათ შორის აი რაღაცაიდანაც გადახტომა, რაღაც ხიდებიდან. ხო, ახლა რატო ვლაპარაკობთ, იცი რომ ახალგაზრდა კაცები რომ ამას აკეთებენ, ჩვენ კი კიცხავთ მათ. ანუ ვეუბნებით, ანუ მინდა ვუთხრა მათ ყველას, რომ ეს პრობლემაა, ანუ გამტკიცებინებენ რომ კაცი ხარ და შენ რავი დაბადებიდან კაცი ხარ და ხო, არა, ამითი არ ხარ კაცი, ისედაც ისე ხარ. ხო, ну მოკლედ აი არა აქვს მნიშვნელობა, ანუ 10 წლისაც კაცი ხარ რა. ეხლა ალექსა ჩემი 2 წლის ბავშვი მოვიდა გუშინ წინ და ჩვენ კაცები ვართ და მითხრა და ვართ თქო. ანუ ხო არ შეიცვლება ეგა, ხო? ანუ ვერავის ვერ დაუმტკიცებ ეხლა მე რომ ვარ კაცი თუ არა ვარ კაცი რა. ანუ გამორიცხულია ეხლა ნორმატივები როდემდე უნდა აბარო, ხო? აი დაახლოებით ამას გავს თქო ამის თქმა მინდა. ხო და აი როგორ უნდა შევა მაგაზე სხვა გადაცემა სხვა პოდკასტი ჩავწერე. კი ბატონო, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ რა, აი რაღაცნაირად როგორ უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მშობლებსაც და თვითონ ახალგაზრდა ბიჭებსაც, კაცებსაც, რომ კაცობა ამით არ მოიპოვება და პირიქით შეიძლება ისე დაზიანდნენ ამ ცდილობებით. გამოცდილი, მართ რეალური გამოცდილი, მარტოობით რა. ანუ მარტო ცხოვრებით. აი მათ შორის როგორ არის, აი ჩხუბის კატასტროფულად ეშინია იმ ადამიანებს, ვისაც ჩხუბი ჯერ არ მოსვლიათ. და ვისაც ჩხუბი მოსვლია, ხო, მას აღარ აქვს ამას ისეთი კატასტროფული. აღარც აიჭებს, აღარც უნდა რომ იჩხუბოს. მიხდი აღარც რაღაცებს იგონებს ამასთან დაკავშირებით. იგივეა სექსუალობა, ხო და სექსუალური ურთიერთობები. ვისაც ქონია ბევრი ურთიერთობები, ნუ რავი, მისი ხმა
ჩუმდება, ანუ ასე ხმას იკვენს ის ადამიანი, იმიტომ რომ რავი, მობეზდა რაღაც მხრივ, მიხვდი? და რაღაცა ჯანსაღი პროცესები მიდის მის თავში რა. როცა არ აძლევ ადამიანს, საშუალებას, საგნებს, სამყაროს მოვლენებს შეეხოს, ანუ გაზრდის საშუალებას არ აძლევ. რა თქმა უნდა, მუდმივად გაქვს ეგეთი პრობლემები. და ეს განსაკუთრებით თუ ხელოვნურად ხდება რაღაცების გაკეთება და მათ შორის ხელოვნური არის ეს ძალით განსაკუთრებით უფროსების მიერ ამ კომერციულ სექს მუშაკებთან ასაკით ბევრად უფროსებთან წაყვანა, რომელიც სუდმატრამირებელ მეხსიერებას და გამოცდილებას ტოვებს და არა პოზიტიურ გამოცდილებას ეს ალბათ ბიჭებმა უნდა იცოდნენ და ჩემთვის უთქვამთ ვიღაცებს რომ რა მომცა იმ გამოცდილებამ არაფერი საერთოდ რატომ მქონდა ვიქრებოდი ბედნიერიც ეს გამოცდილება საერთოდ რო არ მქონოდა და მე როდესაც ისედაც არც თუ ისე გვიან მომიწია ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩემ თანატო გოგონასთან ერთად აი ეს იყო უკვე სულად ნორმალური, გასაგები და არამატრამვირებელი გამოცდილება. ხო, ნუ ძალიან კარგი არის ხოლმე აი როლური მოდელების გამოყენება, ეხლა რომ უბრალოდ мама როგორია რა, ანუ თუ мама ჯანსაღია ამ პროცესებთან, ანუ ჯანსაღი გამოცდილებაა გავლილი, ხო? მაშინ შვილსაც უადვილდება უარი თქვას იმაზე, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? ანუ მოჩვენებით ქცევებზე, ხო? ანუ ვთქვათ, ნუ ყველაზე მთავარი არის, რომ რაღაცნაირად ახალგაზრდა კაცებს ძალიან პატარა ასაკიდან არ გავუჩინოთ განცდა ისინი, რომ ისინი პატარა კაცები არიან და ოდესღაც გაიზრდებიან. ეგ არის ტყუი. ან რომ კაცები არ არიან და უნდა დაკაცდნენ. ხო, უნდა დაკაცდნენ. აი, რანაირ გამონათქვამია დაკაცდნენ, რას ქვია? ხო, მანამდე არის. ხო, მანამდე არ არის. ანუ გეუბნები, აგერ ალექსა მოვიდა 2 წლის და მითხარ რომ კაცები ვართ. ხო, ანუ არ არის? ხო, კაცია, არის. ხო მიხვდი რაზეც ლაპარაკობ რა და ეხლა ტიპი რომ ელოდები რომ რაღაცა არ ვიცი თმა უნდა გამოგივიდეს ბოქვენზე ხმა დაგიწვრილ რაღაც დაგიბოხდეს უნდა წახვიდე მე კომერციულ სექს მუშაკთან 10-თან ერთად 10 თანატოლთან ერთად ან არ ვიცი რაღაცა იჩხუბო ოღონდ სრულიად სისულელეზე აი ხე ყველაზე კიდე რა არის იცი რომ ამ მაგ პერიოდში განსაკუთრებით უნდა დადუმდე ანუ არ უნდა იყო ხუმარა რა ეხლა სულ მახსენდება ხოლმე ლაშასის ბოლოზარი შეიძლება წავიკითხო კიდევ ასე ძალიან სასაცილო ის ციტატაა რა არა ეს ჩემ შვილს წავაკითხე მახსოვს აი ესეთ მნიშვნელოვან ასაკში რა სკოლის ასაკში ძალიან მოეწონა და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია ხუმრობაზე მინდოდა მეთქვა ხო რომელიც აი ეს ნაბიჯ აღწერს ამ სიმულაციებს და დაკაცების ელემენტებს და ნუ მოლოდინებს და ნუ მე ბევრი სასაცილო რაღაცაც ხდება სინამდვილეში. ხო და რის თქმა მინდა და იცი რომ იმ სხვა რაღაცების გარდა ამ პერიოდში ანუ გოგოები არ უნდა გააცინო. ხო ხდება ანუ მასხარა არ უნდა იყო რა. თორე ეხლა რა ხდება უკვე ძალიან კარგი ისაა რა მან პატარა ისაა და წავიკითხავ. წაიკითხე კი. მაგალითად ოთარ ცინცაძე მაგალითად უბეჯიდესი ბალღი გაილახა პლეხანოველი ჩარლიკას მიერ მხოლოდ იმიტომ რომ გოგონებს აცინებდა. გიორგი მაზმანიშვილი გალახულ და გალანძღულ იქნა ვინმე ჭიჭიკას მიერ მგვალიბაღის მიდამოებში აქ მოთხრეული აღარ გნახო ჭიჭიკა თურმე გიორგის ალა ლექსებს გაუღიზიანება რომელიც ამ უკანასკნელს ვინმე ხათუნასთვის მიეძღვნა ექსპრომტად რა ანუ არავინ აღარ უნდა გააცინო ამ პერიოდში რა აი ბავშვი აღარ უნდა იყო რა იმიტომ რომ კაცი ანუ ნუ ხო ხდები ეხა რა აი ეგეც მოჩვენებითია რა და ვიღებთ ხოლმე გოგოების შემთხვევაში თუ ვიღებთ რომ ახტაჯანას რო ეძახიან, ტომბოის რო ეძახიან, რა ქვია, მაგრამ კალაბიჭას რო ეძახიან ხოლმე რომ აი ბევრი ბიჭის გამომისვენია რომ აუ საერთოდ თუ ვერ მივხვდიო, ეს ჩემი კლასელი ვიღაცა თქვა პირობითად ნინო თუ იყო, ისეთი კალაბიჭა იყო და ვაუ რა ნაშად ამდგარაო რა. და დაახლოებით მასე ამბობენ ხოლმე რომ ესო რაღაცაო რანაირი ბავშვი იყო და ეხა როგორი დასერიოზულდაო რა. მიხდი? ანუ აი ხელოვნურად გამოწვეულია რა. თუმცა ჩვენ სხვა გადაცემაშიც გვისაუბრია ამაზე რომ ხუმრობა არის ლამის ერთადერთი ენა. ხო. და ერთადერთი ტაქტიკა კაცები რო სხვადასხვა უხერხულ რთულ მათთვის გაუგებარ სიტუაციებს გაუმკლავდნენ. ამიტომ ეხლა წინააღმდეგობაში წარმოვიდეთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ როგორც წესი ბიჭები ცდილობენ რომ სენსიტიურ მდგომარეობაში იხუმრონ, თავიანთ პრობლემებზე იხუმრონ,
გოგო თუ მოწონს, გააცინონ, ანუ იხუმრონ და ძალიან ბევრ მათი ქცევა იმდენად ხშირად დადის ხუმრობაზე, რომ ეს უკვე ცოტა შეიძლება არასერიოზული იყოს, იმიტომ რომ ყველაფერზე ხუმრობა არ არის. ცოტა სხვა რამეზე ლაპარაკობდი. ნახე, აი მაგალითად ჩემი ერთი რესპონდენტი მიყვებოდა, რომ ტიპი სკოლაში იყო ძალიან ხიარული ტიპიო ვიღაცა რა, პეტრე ვთქვათ. რომელიცო ვიღაცა ნინოსო ძალიან ბევრს აცინებდა და ნინოს შეყვარებული დაადგაო რა ამას რომ რატო აცინებო ჩემ შეყვარებულს ესე ამდენსო რა. არა, ეს იმიტომ რომ ჩვენ პრანჭვის მეთოდია. იმიტომ. არა. და ამ ბიჭმა უთხრა კაცო ეს გოგოები მე თვითონ დამყვებიანო, თვითონ დამდევენ, იმიტომ რომ მე ანუ ვაცინებ ამა. ის თვითონ ეს გოგოები და ეს ბიჭი არ ებრანჭებოდა რა. მაგრამ ნახე, ანუ ტიპ ბიჭი რომელიც საფრთხეთ ისახება რა. ეს ბიჭი ამათი მოათხოვეს, მაგრამ არავის არ აბამდა, არაფერს არ არა, ეს გასაგებია, მაგრამ თავის დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდი ბიჭისთვის არის გააცინოს სხვა, მით უმეტეს მოზარდობის ასაკში, სადაც გოგოებმა და ბიჭებმა ჯერ არ იციან ერთმანეთთან როგორ უნდა კონდეს საუბარი, კომუნიკაცია, მეგობრობის ძალიან ცოტა და მწირი გამოცდილება აქვს ერთმანეთთან, ხუმრობა, ეს რო იხუმრებს და ეს რო გაიცინებს, არის ყველაზე ერთ-ერთი უსაფრთხო საკომუნიკაციო სივრცე, რომელიც ბევრ დაძაბულობას და ბევრ რესურსს არ მოითხოვს, სოციალურადაც მისაღებია, მანდ ესე არის ხომე, რომ ბიჭი ხუმრობს, გოგო იცრის, სხვათა შორის პირიქით არ ხდება. ანუ პირიქით როლიდან, გენდერული როლიდან ამომხტარი არის გოგო, რომელიც ხუმრობს და ბიჭი, რომელიც გოგოს ნათქვამ ხუმრობაზე იცინის. ხო, მაგრამ ნახე, ეს გოგოებიც კი ამ ხუმარა ტიპს, მაგალითად ამას შეყვარებულად არ ირჩევენ. ეგ შერაცილაპარაკე ეგრეა ხო რომ ეს მექანიზმია რაღაცის გამოხატვის და რაღაც მაგრამ დაკაცება ანუ ეს მოჩვენები მოგონილი დაკაცება გამორიცხავს ცანცარს რა ანუ არ მოწონს არავის ცანცარი მოწონს ეს რაღაცა ჩუმი უტყვი იცი რა მე მქონდა სერიოზული პრობლემები მაგასთან დაკავშირებით თორსად პატარა ვიყავი მაგალითად 23 წლის 24 წლის და სხვადასხვა ადგილებში მუშაობდი რა ანუ ვცდილობდი რომ თავი დამემკვიდრებინა იუმორით რა და ხუმრობებით ან რაღაცა მსგავსი რაღაცეებით და საერთოდ იკარგებოდა და ის ხალხი საერთოდ ვერ აღმიქონდა მე როგორც ადამიანს რომელსაც რაღაცის გაკეთება შემეძლო ანუ ფაქტობრივად პროფესიული რაღაცეების გადაფარვასაც ახდენდა ეგა რა იმიტომ რომ არ ვიცი კარგად ახსენით. კი, არა, ალბათ ანუ ეს თუ ამდენს ხუმრობს, ესე იგი არ შეიძლება რომ იყოს მაგალითად კარგი სოციოლოგი რა. ხო. ანუ ეგეთი ისაა რა. და სერიოზული ადამიანი. ხო. თუ ძალიან ბევრს თუ ხიბს. ხო. ხო, ზუსტად რა. ხო და რეალურად ესეც მოგონილია თქო რა, ანუ შეიძლება ხუმრობდე ან რაღაცა რა ვიცი, ცანცარებდე და ძალიან ხო, ან გონიერი ადამიანი რა, ანუ მიხდია საერთოდ ეგრე აკავშირებენ რა. მაგრამ ის მომენტი არის ხოლმე გოგოებში, რომ გოგოებისთვის რაღაცნაირად მომხიბლავი არის ხოლმე რაღაც ესეთი უტყვი, ვითომ სერიოზული, რაღაცა ესეთი ბიჭები ცოტა უფრო მოწონთ ხა იმას აქში გოგოებს. ხო, რატო თქო იმ მაგიტო ცოტა გამოუცნობი, ცოტა მიუწტომილი და მეტად კაცურები ჩანა. ხო, და ბარემ ერთიც და მე მგონი შევაჯამოთ კიდე რომ ეს გაზრდის თემა რომ ხელს უშლის სულ ყველა ამ გაზრდას, განსაკუთრებით ახასიათებს თბილისურ კულტურას, აი ქალაქურ კულტურებს, სადაც ბიჭებს ძალიან კნინობით სახელებს აი რაღაცა ნოდარიკო და რაღაც ხა აი ამ ხელაკაცე და ნოშიკოს ეძახიან. არ ვიცი ხო 45 წლის რანაირად ნოდარიკო, აი გივიკო და აი ხა რამდენიმე რესპონდენტს უთქვამს, რომ აი პირდაპირ არ აძლევ ამ ადამიანს, იმიტომ რომ სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხა შენ კარგად იცი, რომ ვიღაც აქტივისტებს სახელი შეუცვლიათ კიდევაც, იმიტომ რომ სახელი არის ძალიან დიდი შინაარსის მატარებელი, მათ შორის სქესობრივი, გენდერული, როლური, რავი, უამრავი რა, ხო? და ვიღაცები ნეიტრალურ სახელებს ირქმევენ, ვიღაცები ან კაცური კონოტაციის სახელს ირქმევენ, ვიღაცები პირიქით და ასე. მაგრამ კოცები ცდილობენ ხოლმე, რომ ძველმოდური სახელებით დააგაკნინონ მაგალითად ნანულის არ ქვია ნანუკას ნანული და ნანა მაინც დაუძახონ რაღაც ნანულას რო ეძახენ მე მაგალითად ბაბუცას გეძახიან ყველა მიცნობს როგორც ანუ იმიტომ რომ საჯარო სივრცეშიც და ოჯახშიც ხა რეალური ჩემი სახელი არის ბაია მაგრამ პასპორტის სახელი არის ბაბუცა
და ვიღაცებისთვის, ვისაც ეს სახელი მოწონს, იმიტომ რომ რა ძალიან კნინობითად ჟღერს ბაბუცა, ვიღაცა კი სიყვარული დაგეძახებს ძალიან ახლობელი, მაგრამ კოცები მაგალითად, ასე ვთქვათ, დაცინვით, ნიკას რო ნიკანორს ეძახიან და არა ნიკას, მაშინ როცა ყველამ იცის რომ ნიკამელია, მაგრამ არა ნიკანორი უნდა დაუძახონ, იმიტომ რომ გონიათ რომ დაცინიან აი ამ ფორმით. აი სულ მგონია ხოლმე, სხვათვის სულ მგონია ხოლმე, რა თქმა უნდა, მეხუთე კლასში ხართ თუ რა არის, ხა ეს რო გამოიყარნება საჯარო დებატში ბულინგად საკუთარი სახელი რომ ნაზის რომ ნაზიბროლას ეძახი ხა ისეთი არასერიოზულია ისეთი მოხდა უმწიფარობაზე მიანიშნებს ამ მე რომელ მოვლენაზე ვამბობიცი როცა მშობლები ეძახიან კნინობით სახელს რა და არის ტიპი მაგალითად 45 წლის რა ანუ 50 წლის და ნუ რაღაცა რავი ხა აი არ ვიცი ხა გიორგი როგორ შეიძლება რომ დავაკრინოთ გიუნა გიო რაღაც არ ვიცი, ნუ მოკლედ ხო ეხა აქ კლუბებში ხა ძალიან ბევრია ხო ეხა ნოდარიკო, სანდრიკო, იკაკო და რაღაცა ეგეთი ისინი რა. ეხა 50 წლის იკაკო როა უკვე ძალიან მე მახსოვს შემოდეიდაშვილმა როგორ გამოაცხადა რომ დამიძახეთ ლევანიო. მანამდე ვეძახით ბოთხოს. ხო, იმიტომ რომ ნუ ეხა მაგრამ მახსოვს რაღაც ასაკში სულ ყველას გვითხრა რომ არა დამიძახეთ ნამდვილი სახელი. აღარ მინდა ბავშვური სახელი. მაშინ დღეს ამით დავასრულოთ. იმედია ეს გადაცემა საინტერესო იქნება მშობლებისთვისაც და თვითონ ახალგაზრდა ბიჭებისთვისაც, მოზარდებისთვისაც და თავარი მართლა არის ის რომ კაცობას ესეთი დადასტურებები არ სჭირდება, აბსოლუტურად არ სჭირდება. და მით უმეტეს ეს არ უნდა ვაქციოთ ბავშვისთვის და მოზარდისთვის სარისკო ქცევად, ფსიქოლოგიურ ტრამვად და 1000 უბედურებად. ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ თვითონ შეიმეცნონ სამყარო, იცხოვრონ დამოუკიდებლად და ჩვენი დასკვნა ყოველ შემთხვევაში ასეთია, რომ აი დაკაცებას თუ რამეს ვეძახით, ანუ უпростоრედ უკეთესი სიტყვა იქნებოდა ალბათ დასრულობაში გადასვლა, ეს მოაქვს რუტინის შეცვლას ვეძახი რა. მაგას, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად სკოლაში შევდადიხარ სხვა რუტინა გაქვს, უნივერსიტეტში შევდადიხარ სხვა, ოჯახი როგორ წინდები სხვა და შემთხვევაში როგორც ადამიანი ასე თუ ისე სულ ერთი და იგივე რჩები, აღარ არის საჭირო რა. ეხლა მაგალითად აი ახალგაზრდა კაცებსაც მიმართავ, რომ თუ ესეთი მდგომარეობაში ხარ, რომ ყოველდღე გიწევს იმის დამტკიცება, რომ პატარა ბიჭი არა ხარ და ნამდვილი კაცი ხარ, ხო? ძალიან ძნელია, ადრე თუ გვიან გაიჭედები რა. ანუ ადრე თუ გვიან სერიოზული რაღაცა ანუ მენტალური ან შეიძლება სხეულებრივი გამოხატულებები დაგეწყოს პრობლემის რა. არ გაქვს არაფერი დასამტკიცებელი, არავის. ხო, მით უმეტეს კაცო, იმიტომ რომ თქვათ მოლოდინი რომ თან რაც უფრო ბევრჯერ დაამტკიცებ რომ კაცი ხარ, მით უფრო ანუ კაცი იქნება ეგეთი რაღაც არ შესრულდება, ამიტომ 100 წლის მერე ისევ მაგას თითიქნები და ისევ იფიქრებ რომ დასამტკიცებელი გაქვს. ხო, თავარია მიხვდეთ რომ დასამტკიცებელი არაფერი არ გაქვს. ხო, თავარია რომ მიხვდეთ რომ დასამტკიცებელი არაფერი არ გაქვს რა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, ეს იყო გადაცემა ვილაპარაკოთ კაცებზე. ვილაპარაკოთ კაცებზე? ვილაპარაკოთ. ოღონდ კრიტიკის გარდა. კი ბატონო. ვილაპარაკოთ კაცებზე.